მოგესალმებით. ვთქვათ 2024 წლის პირველი ვარიანტის განხილვა. ნახოთ რა მოცანები გვაქვს. მაკროგործით პირველ საკითხს. 1/1000 მინუს 0.6 ეს არის 0.1 მინუს 0.6 შეფარდებული 1/3 მინუს 2/5 ეს არის 4/1000 ანუ 0.4 ტრანსფერი მინუს 0.5 შეფარდებული 0.9 ანუ მინუს 5/9. კანატოლური რიცხვის 8-ზე გაყოფის შედეგად მიიღება 3-ის ტოლინებით. გამოდი ჩამოთვლიდან რომელი იყოფა 8-ზე ნაშთად. ანუ k რაღაც რიცხვია, რომელიც ეს 8 x + 3. ანუ 8-ზე იყოფა განაყოფში x მიიღება ნაშთი 3. თითოეული შემთხვევა რომ განვიხილოთ a + 3 იქნება 8x + 3 + 3. ანუ 8x + 6. k + 4 იქნება 8x + 3 + 4. ანუ 8x + 7. 2k - 2 იქნება 2-ჯერ 8x + 3 - 2, ანუ 16x + 6 - 2. ანუ 16x + 4. 2k + 2 იქნება 2-ჯერ 8x + 3 + 2 იქნება 16x დამატებული 6 დამატებული 2. ანუ 16x + 2. ეს არის, აი ეს გამოსახულება არის 8-ჯერ 2x + 1. ანუ 8-ზე იყო. ანუ ასწორი პასუხი შემეძლოს ხანადაც გამეკეთები. ანუ k-ს ნაცვლად ავიღოთ არა 8x + 3, არამედ 3. პირდაპირ ნაშთი, რომელიც მიიღება k-ს 8-ზე გაყოფის შედეგად. მაშინ k + 3 რა იქნება? 6. k + 4 რა იქნება? 7. 2k - 2 იქნება 2-ჯერ 3 - 2. 4. 2k + 2 რა იქნება? 2-ჯერ 3 + 2. ან თუ დააკვირდებით, ყველგან მიიღება ის ნაშთი, რომელიც მე მივიღე წინა შემთხვევაში რომ გავიხილე. აქაც. ანუ შემიძლია თუ მხოლოდ ნაშთი მაინტერესებს, უბრალოდ რიცხვის ნაცვლად მისი ამ შემთხვევაში 8-ზე გაყოფისას მიღებული ნაშთი ჩავსვი და ისედაც ამოიხსნება გამოცანა. ჟვეულის ფასმა მოიმატა 15%-ით. ამ 15%-ით ასნიშნავს 100% ღირდა და 115 გახდა. რამდენჯერ გაიზარდა? 115/100-ჯერ გაიზარდა. ანუ 1.15/100-ჯერ გაიზარდა ჟვეულის ფასი. ნომერი 4. AC და BD მონაკვეთები კაწაფილში იკვეთება, იპოვეთ AC კუთხის გრადუსული ზომა თუ BAC არის 28 გრადუსი, ABD კუთხე არის 77 გრადუსი, BDC კუთხე არის 78 გრადუსი. უნდა ვიპოვოთ აი ამ კუთხის გრადუსული ზომა. სამკუთხედში კუთხეების ჯამის 80 გრადუსია.
ეს კუთხეები ვერტიკალური კუთხეებია, მოდი მაგათ რაღაც ალფა და ალფა დავაწევთ, საძიებელი კუთხეა x-ი. ანუ გამოდის რომ რა 28-ს დამატებული 77 დამატებული ალფა არის 180 გრადუსი და ასევე 180-ია ალფას პლუს 78-ს დამატებული x. ანუ გამოდის რომ ესენი ტოლები ერთმანეთის ალფა და ალფა შემიძლია არც ვიპოვო ალფა გადათილდება და x-ის ნიშნულობა რა იქნება? x-ი ტოლია 28 პლუს 77 მინუს 78 მიიღება 27 გრადუსი. მეხუთე ამოცანა. წეწირი ეწოდება ტოლფერდა ტრაპეციის. წეწირი ეხება ბოდიში. წეწირი ეხება ტოლფერდა ტრაპეციის 4-ივე გვერდს. იპოვეთ ამ ტრაპეციის პერიმეტრი, რომლის ფერდი 7 სანტიმეტრის ტოლია. ანუ რა გვაქვს? ჩვენ გვაქვს ტოლფერდა ტრაპეცია. ანუ AB და CD ფერდები ერთმანეთის ტოლია და კიდე რა ვიცით. წეწირზე შემოხაზული ნებისმიერი ოთხკუთხეის მოპირდაპირე გვერდების ჯამი არის ტოლი. ანუ BC-ს პლუს AD არის AB-ს პლუს CD-ს ტოლი. ანუ 7 პლუს 14. და პერიმეტრი არის ფერდების ჯამს დამატებული ფუძეების ჯამი. ფერდების ჯამი 14. ფუძეების ჯამი 14. პერიმეტრი გამოდის 28 სანტიმეტრი. ორი ხარისხად სამი მეორედი, რომელს შუალედს ეკუთვნის, ეს გვაინტერესებს. რამდენი? ორი ერთზე მეტია, ამიტომ რაც უფრო მეტია მისი ხარისხი, მეტ გამოსახული, მეტ მნიშვნელობას მიიღებს. ანუ ორი ხარისხად სამი მეორე ნაკლებია ორი ხარისხად 4 მეორედზე და მეტია ორი ხარისხად 2 მეორედზე. ანუ მეტია ერთზე, ნაკლებია ორზე. ორის მეორეს. ამოდიში აქ უნდა ეწეროს ორის პირველი და ორის მეორე. ანუ მეტია ორზე და ნაკლებია 4-ზე. ასეთი აქ არაფერი არ არის. პასუხებში. 2-დან 4-მდე არსად არაა მითითებული. ნაბა როგორ უნდა მოვაწყოთ. და ასე შევხედოთ. ორი ხარისხად სამი მეორედი. შეგვიძლია ასევე ჩავწეროთ როგორც ორჯერ ორი ხარისხად ერთი მეორედი. ანუ ორჯერ ფესვი 2. ფესვი 2 არის დაახლოებით 1.4. იმიტომ 14-ის კვადრატი არის 196. მაშინ 1.4-ის კვადრატი იქნება 1.96 მიასე. ანუ ორჯერ ფესვი 2 სადღაც დაახლოებით იქნება 2.8. 13/5 არის 2.6. ანუ აქ თავსებული იქნება D შემთხვევაში. D-პას. 13/5-დან 3-მდე შუაში. თუ ადაბერი წყები ამ ტოლობას აკმაყოფილებენ, გამოჩამით რომ ტოლობებიდან რომელია ყოველთვის ჭეშმარიტი. აი ეს გამოსახულება
უნდა გამრავლდეს ან ამინუს ბ-ზე და იქნება a კუბს მინუს b კუბი. ან გამრავლდეს b მინუსას, იგივე გამოსახა. და იქნება b კუბს მინუს a კუბი. და ეს 3. ანუ 3-ზე რომ გამრავლდება, იქნება 3-ჯერ b მინუს a. ტოლია b კუბს მინუს a. ანუ ეს ხდება პასუხი. მერვე. მოდი ნახოთ მერვეში რა არის. რა უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება მიიღოს ნაციონალურმა გამოსავალმა. თუ ცნობილია ეს. ეხლა არა შურეთში მოთავსებული. ან ნაკლებიან ტოლი 3-ზე, მეტიან ტოლი მინუს 2-ზე. ჩვენ თუ კვადრატში შევიყვანთ ნაციონალურ გამოსახულებას, ას მაქსიმუმი არა 9, არამედ 16 გახდება. -4-ის კვადრატი უფრო მეტი იქნება, ვიდრე 3-ის კვადრატი და მისი მინიმუმი იქნება 0. ანუ a კვადრატი მოთავსებული იქნება მაგშუალეში. ან შეიძლება b-ს. -1 ნაკლებიან ტოლი b-ს და ნაკლებიან ტოლი -2b-ს შეიძლება უტოლობის ნიშანი შებრუნდება. ეჯდება 100. მაშინ -2b მოთავსებული არის -4-სა და 2-ს შორის. ამათ თუ შევკრებთ, გვექნება a კვადრატს -2b. a კვადრატს -2b ნაკლებიან ტოლი 18-ზე და მეტიან ტოლი -4-ზე. -4 და 18, ანუ მაქსიმუმი რაც შეიძლება იყოს ამ გამოსახულების მნიშვნელობა ეს არის 18.